ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცეს სოფელ ზოჯი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსოფლიო ომის მონაწილეებთან ერთად სოფლის საკლუბო დაწესებულებაში შეიკრიბნენ, სადაც ვეტერანებისთვის სოფელ ზოჯის საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და საკლუბო დაწესებულებებთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული გაერთიანებების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე მოადგილესთან, გამგეობის სამსახურების წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო. კონცერტი ჩემთვის არის პირველი საქმე. 4-ჯერ მაქვს კურსახში მიღებული ოლიმპიადაზე პირველი ადგილი. 2-ჯერ თბილისში მაქვს პირველი ადგილი მიღებული. მე-4 კლასიდან მიყავი სულ კონცერტში. ასე გავაწერე ჩემი სიცოცხლე. ეს 94 წელი. 9 მაისის სოფელ ზოჯში აღნიშნვის ტრადიცია საბჭოთა კავშირის გმირის სერგო ჭიღლაძის სახელს უკავშირდება. ცნობილია, რომ მან ბელარუსიაში სოფელ დუბროვოს გათავისუფლებისას დიდი გმირობა გამოიჩინა და ბრძოლის ველზე დაეცა. სერგო ჭიღლაძე დუბროვოსშია დაკრძალული. გასული საუკუნის 70-იან წლებში დუბროვოს მცხოვრებლებმა გმირის პატივსაცემად სოფელ ზოჯში ქანდაკება დადგეს, რომელსაც ადგილობრივები ზოდის დედად მოიხსენიებენ. დღევანდელი დღეს მხოლოდ და მხოლოდ 3 ვეტერანი დაარჩა სოფელში და დღევანდელი ღონისძიება რა თქმა უნდა არა მარტო ვეტერანებისთვის იყო, არამედ იმ ჭაბუკებისათვის, რომლებიც დაეცენ ბრძოლის ველზე და დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ზოდის საკლუბო დაწესებულებაში, მონაწილეობდნენ ზოდის საკლუბო დაწესებულების აქტივი, ზოდის საბავშვო ბაღი, სკოლის მოსწავლეები და ამ საკლუბო დაწესებულებასთან არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური კოლექტივების წარმომადგენლები. დღეს ფიზიკურად არიან, ყველას მიულოცო დღევანდელი დღე და უსურო გამარჯვება, ჯანმრთელობა და ჩვენ გვყავს ზოჯში საბჭოთა კავშირის გმირის სერგო ჭიღლაძე, რომელმაც ათეულში შედის ამ 150 ქართველი იყო სულ საქართველოში საბჭოთა კავშირის გმირი და ეს ზეგლი, რომელიც ცოტა ეხლა იმაში დაგეგმილი გვაქვს, რომ ცოტა შელანძღულ მდგომარეობაშია, მაგრამ დაგეგმილი გვაქვს, რომ ეს აუცილებლად განლამაზდება და გაკეთდება და ეს არის თვითონ იმ დუბროვოს მოსახლეობის გაკეთებული ძეგლია. მეორე მსოფლიო ომში ზოდის საკრებულოს სოფლებიდან 596 ახალგაზრდა გაიწვიეს, მათგან შინ მხოლოდ 251 სხვადასხვა ტრამვით დაბრუნდა. დღესდღეობით კი სოფელში მსოფლიო ომის 3 ვეტერანი აკაკი იობაშვილი, პავლე გაბრიჯიძე და შალვა ჭიღლაძე ცხოვრობს. 17 წელს არ ვიყავით. იყვანეს პირდაპირ ფრონტზე, უკრაინის ფრონტზე. ქერჩი, სევასტოპოლი, კრასნოvodski, დნეპროპეტროვსკი, ნიკოპოლი, კიევი, ოდესა, ნალჩიკი, გროზნო, სტალინგრადი, ულიანოვსკი, კუიბიშევი, მინვოდი ამასში ვიბრძოლით. მთელი სიცოცხლის განმავლობაში შვილობო დაგლოცავს, რაც ჩვენ გევიარეთ, ის ღმერთო ამ ახალგაზრდობას მოაჩვენოს ის. პავლე გაბრიჯიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო. მილოცვა მისმა ოჯახის წევრებმა მიიღეს. მე უსურვებ მათ ჯანმრთელობას, დიდხან სიცოცხლეს, ყოფილიყვნენ ძალიან დიდხან ჩვენს გვერდში. მუნიციპალიტეტმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა გაუკეთა ჩვენს დიდ სამამულო ომის ვეტერანებს 500 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება. აკაკი იობაშვილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი იყო, ის ომში 17 წლის გაიწვიეს. 596 კაცია გაწეული ზოდის საკრებულოს სოფლებიდან სამამულოში. მათ შორის ყველაზე უმცროსი გაწოვა ჩემი ასაკი იყო. ჩვენ გაგვიწვიეს ჯერ კიდევ 18 წელი არ მქონდა შესრულებული, უпростоრად 18 წელი შემისრულდა მე ფრონტზე გასვლამდე 2 თვით ადრე. ჩაგვიყვანეს თბილისში დაგვამთავრებია სკოლა, უმცროს მეთაურთა და სნაიპერთა სკოლა დაგვამთავრებიეს, 6 თვე მომდით ამ სკოლის დამთავრებას. და გაგვაგზავნეს ფრონტზე, გაგვიშვეს უკრაინაში, მაშინ ვოროშილოვგრადი ერქვა. 12 აგვისტოს დავიჭერე ფრონტზე. გავიარეთ მკურნალობის დიდი კურსი და 7 თვის მკურნალობის შემდეგ გამომიშვეს სახლში. დღესაც ეს პერსატკი მისთვის ვატარებ, რომ ნაწილობებამ გამიხსენა და ჩამოვედი სახლში. ჩამოვედი 2 თვის სამოსული ვიყავ, რომ დამთავრდა ომი.
ეს იყო, როგორც ეხანაც თქვი, ეს იყო უდიდესი სიხაული, არა მარტო ჩემთვის, მთელი ხალხის აღტაცება იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 72 წელი გავიდა.